დიდ შაბათს, რათა ჩვენი გამოხსნისათვის აღსრულებულ საქმეთა საიდუმლო ძალა გავიაზროთ და ღვთის საამებლად ვიჩქაროთ. ძმანო და მამანო, ღმერთმა მე-6 დღეს დაასრულა მთელი ცისა და მიწის შექმნა და მე-7 დღეს ყველა საქმისგან დაისვენა, როგორც მოგისმენიათ, და აი ამ დღეს მოსვენება უწოდა. ხოლო კვლავ ისრაელის ხალხს, რომელნიც ეგვიპტიდან გამოიყვანა, შვიდეული ყოველგვარი საქმისგან დასვენებითა და განთავისუფლებით მოესვენებინა. ესეც ამ 7 შვიდეულის შვიდეული მათ მსგავსად ვეაღმატებული, მაშას ადამე ჩვენი გამოხსნისთვისაა. კვლავინაიდან ისრაელიანებს აღთქმულ ქვეყანაში შესვლა აღუთქვა, მე-7 დღის სიმბოლოდ მოსასვენებელი უწოდა მას, როგორც ურჩთა გამო დაიფიცა, არა შესვლად განსასვენებელსა მას, რის შესახებაც მოციქული ამბობს, და სადამე აკლდების ერთსამას შაბათობა იგი შესვლად განსასვენებლად, ხოლო მე ვაპირებ, რათა სიმბოლო ცხადად გითხრათ და ამ საკითხავს ქრისტეს მიერ ძველი წიგნის გადასაფარებელი ავხადო, რადგან ვინც ოდესღაც ებრაელებს მწარე კლდიდან აღმოუცენა წყალი, განსაკურველია თუ კი იგივე ყოვლად ძლიერი ღმერთი ამ ლოდის მსგავსი ჩემი გულიდან, ჩემი სიტყვების ცოცხალ წყალს აღმოგიცენებთ. ამ სატუთრო ცხოვრების უდაბნოში მადლიერების გამოსახატავად, რადგან მსგავსადვე მეუფემ ღმერთმა და შემოქმედმა ჩვენი გამოხსნის მთელი განგებულება მე-6 დღეს, ესე იგი პარასკევს აღასრულა. მიწის ქვესკნელში ღვთაებრივი თავზარდაცემით ჩავიდა. დღევანდელ მე-7 დღეს, ესე იგი შაბათს, ქვესკნელის ქალაქი გაძარცვა. მასში დასაბამიდან შემწდოუნი გამოისხა. სიკვდილის შემძენთან ერთად დაატყვევა და მოკვდავებს უკვდავება მიანიჭა, რის შესახებაც ადრევე ამბობდა ოსე, სად არის სიკვდილო საწერტელი შენი, ანუ ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი, რადგან იგი ქრისტემ შემუსრა, განაგარვა და ჩვენი ახალი აღდგომა მოსაცვენებლად შესვლისთვის მოგცა, არა მე-7, არამედ მე-8, ესე იგი ზეციურ მე-8 დღეს, არა ამ ხრწნადი ცხოვრების ნაყოფიერ მიწაზე, არამედ მშვიდთა, უხსნელ და დაუსრულებელ ქვეყანაში, რომელსაც ნაყოფად აქვს სიცოცხლის ხე, ჩვენი ქრისტე ღმერთი, რათა რომელნიც მისგან შეჭამენ, არასდროს მოკვდნენ, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეთ. ამგვარი მოწმობაა ჩვენსკენ მომავალი. ასე რომ გულებს გასარისხებლად ნუ გავისასტიკებთ, როგორც იმერმა უდაბნოში გამოსდის დღეს, რომელთა შესახებაც მოციქული ამბობს, არა თუ უმრავლესნი იგი სათნო ეყვნა ღმერთს, რომელი იგი ძვალები დაცვივა უდაბნოს, რამე თუ იგი უკვე სახე იყვნენ ჩვენ და ასე რომ ბოროტი გულის თქმით ურცხვი ჩვენ შორის ნურავენ იქნება, რომლითაც ბოროტივნებების კეთმსახურება ხდება, როგორც დაწერილია, დასხდა ერიგი ჭამა და სმად და აღდგეს სიმღერად. ნუცავინ არს ჩვენ შორის მსიძა, ვითარცა იგი ვიეთმე მათგანთა ისიწვიდეს და დაეცნეს ერთსა შინა დღესა 23,000. ნუცა გამსდით ჩვენ ქრისტესა, ვითარცა იგი ვიეთმე მათგანთა გაცადეს უფალი და წარწყდეს გველთაგან ძვირის ძვირად. ნუცავინ არს მდრტვინა, ვითარცა იგი მთავარნით რტვინვდეს და განიხსნეს მომსვლელისაგან. ეს ყველაფერი განვიცადოთ ხმებოდა ღვთის განრისხების ყოველგვარი მიზეზისგან გავიქცეთ, კვლავ გევეთრებით ბოროტი გულისხმებისგან გავიქცეთ, ოკმაყოფილებისგან გავიქცეთ, ქრისტეს გამოცდისგან გავიქცეთ, ხოლო როგორ ხდება ქრისტეს გამოცდა? იმგვარად ხდება, როცა ეჭვი შეგვეპარება მასში, ურწმუნოების გულის სიტყვებს მივიღებთ და ვიტყვით, ჩვენი სანოვაგე რაც კი გვაქვს გამოსაკვება დარგვეყოფა. ანდა ჩვენი უხილავი და ხილული მტრების წინააღმდეგობა როგორ შევძლოთ, ანდა სათნოების ხვაწლის ატანა როგორ შევძლოთ. ჩემო ძმებო, ამგვარ ორგულ ფიქრებს ნუ მიიღებთ გულში, რადგან ურწმუნოების ნიშანია. არამედ გულმოდგინეთ და გულდაჯერებით გწამდეთ, რომ ღვთის შეწევნით ჩვენთვის ყველა ნაბრძანების წარმართვას შევძლებთ. ხოლო თუ კი საღვთო ბრძანების აღსრულებას შესაფერისად ვეცდებით, მისი ძალით ყოველგვარ სიძნელეს ადვილად მოგვარებულს ვნახავთ. ამგვარად ირწმუნა რა ნოემ კიდობაში წარღვნისმიერი სიკვდილისგან გადარჩა. ამგვარად ირწმუნა რა აბრაამმა წარღვნისგან გადარჩა და მრავალი მოდგმის მამა გახდა. ამგვარად ირწმუნა რა მოსემ სხვა როგორც ხმელეთი გაიარა. ამგვარად ირწმუნა რა სამმა ყრმამ ცეცხლში ჩაყნილნი აღმოჩნდნენ და არ დაეწნენ. ამგვარად ირწმუნა რა დანიელმა მების ხაროდან ხელშეუხებელი და უნებელი გამოვიდა და რათა მოკლედ თქვა, წმინდა მოციქულები და მოწამეები მსგავსადვე მოერივნენ მოწინააღმდეგე ძალას, მსგავსად ყველა მართალი გამართლდა და მოღვაწეებმა იღვაწეს. მსგავსად ვიწამოთ ჩვენ ძმებო და სათნოების ყველა ღვაწლისა და შრომის წარმართვა შევძლოთ, ქრისტეს შეწევნით გავიმარჯვოთ, სიმართლის გვირგვინების მიღების ხირსნი გავხდეთ და სანაწყელი ხმაც მოვისმინოთ. მოვედით კურთხეულო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ გამზადებული თქვენთვის სასופველი დასაბამითგან სოფლისაით. ამდენია ჩვენი საზღაური ძმებო და ასეთია ღვაწლის დამფუძნებელი. გევედრებით ნუ მოვეშვებით და ნურ სულმოკლენი გავხდებით, რადგან დავით წინასწარმეტყველი გეუბნებათ, მახლობელ არს უფალი შემოსრულთა გულითა და მდაბალნი სულით ააცხოვნეს. ამ ქვეყნიური და ამაო ცხოვრებისგან და მონაზვნურ კანონზე დასადგენად ჩვენს ღირსნი გავხადა, რადგან თავად არის ის, ვინც შემოსამე სამოსელი ცხოვრებისაი და კვართი უხრწნელებისაი და სიხარულისაი. პირველი და მეორე წყევლისგან მან თავადვე გამოგვისყიდა და ჩვენს გამოხრწნადობისა და რჯულის წყევლის ქვეშ აღმოჩნდა. ასე რომ მტკიცედ ვდგეთ აზნაურებასა მასზე და რომლითა ქრისტემან აზნაურ მყნა ჩვენ,
კვლავ ნუ ვიქნებით ნებათა მსახურნი, რადგან მონა თუ გათავისუფლდება, რომელიც ვერცხლით იყო ნაყიდი, კვლავ მონობას აღარ ტვირთულობს და მცირე თავისუფლების გამო უხარია. თუმცა არ არის ეს მონობა ცხადი, რადგან მოციქული ამბობს, მონაი თუ იჩინე, ნუ რასაც ზრუნავ, რამე თუ ძალუც ღმერთსა განთავისუფლება ჩენდა, რამე თუ რომელი იგი იწოდა მონად უფლისა, განთავისუფლებულ არს იგი უფლისა მიერ და უკვე თუ თავისუფალ იწოდოს, მონაი არს იგი ქრისტესი. დამორჩილების გამო მონობის უღელს არ იტვირთავს. ხოლო უფრო მეტად გვევალება ჩვენ, რომელნიც ქრისტეს მადლით ცოდვისგან გავთავისუფლდით, რათა მთლიანად განვშოროთ მას, ცოდვას. ნუ თუ არ გვახსოვს თავიდანვე რა დაგმართა ცოდვის გულისთქმამ, განამ მან არ გამოგვეწევა სამოთხიდან, უკვდავი მოკვდავნი არ გაგხვადა, ამ მრავალ მტანჯულ გულისთქმას არ შეგვახვედრა, ყველა ბოროტება მის მიერ არ ხდება. მოვიძულოთ იგი რამდენადაც სიდულვილის ღირსია. ჩვენი ქრისტე ღმერთი შევიყვაროთ, რომელმაც თავისი ძვირფასი სისხლით მისი ძალადობისგან გამოგვიხსნა. მისი ქრისტეს სიცოცხლის მომცემი მცნებები და სათნოება შევიყვაროთ, რომელიც ადამიანებს ანგელოზთან ბაძველებად ხდის და უფრო კი ღმერთებად ხდის, როგორც მე ფსალმუნი ამბობს. მე ვთქვი ღმერთნი სამეხართ და შვილნი მაღლისანი თქვენ ყოველნი. მაგრამ რა არის სათნოების ძალა? ყოველგვარი ამქვეყნიური სათნოებიდან განშორება და ღვთისკენ მხურვალე სურვილი, რადგან უფალი ამბობს, ვერ ვინ შემძლებელა არს ორთა უფალთა მონებად, ღვთისა და მამონაისა. ვერც სათნოებისა და უკეთურების ერთად კეთების, რადგან რა იზიარება იარს ნათლისა ბნელისათანა, და თუ ბელი არისა ქრისტესთანა, რადგან ქრისტეს უღელი მსუბუქია, ხოლო სრულიად მძიმე და მიუღებელია თუ კი ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო მექნება ერთად, სათნოება და უკეთურება, ესე იგი ხორციელი საქმეების გულისთქმა და სულიერი საქმეების წარმართვა. არამედ ესრეთ ვრბიოდეთ რაითა ვეწივნეთ, როგორც მოციქული ამბობს, რათა გამარჯვების ჯილდო სამძალი მოვიღოთ და ღმერთს ყოველგვარი ამქვეყნიური გულისთქმისგან გაწმენდილად წარმოუდგინოთ თავი. თუ კი სისრულის დონეს მივაღწევთ, ღმერთის მადლიერნი ვიყოთ და თუ კი მასთან მივახლოვდებით, ვის მერაც არის ყველა სიკეთე და ყველა სრული წვენი, მასზე მყარად დავდგეთ ღმერთის შიშით შემოზღუდულნი, ამ ჩვენი სიკეთის დადგენილების უცვლელად და შეურყევად წარმართველნი. ხოლო თუ კი ნაკლულნი ვიქნებით, ვეცადოთ და მთელი ძალით ვიღვაწოთ, რათა ზეციური გამორჩეულობის სიმაღლეს მივაღწიოთ და სანამ შრომის დროა ერთმანეთი რწმენით გავამყაროთ და ქრისტეს ყოველთა თავის სიმდაბლით შემოსილები გავხდეთ. ურჩილებით გავნათლდეთ, მოთმინებით გამოცდილები გავხდეთ, აღსარებით განვიწმინდოთ, გავწყინდეთ და ყველა მოღვაწეობის განაწესის კანონი და სახე ღირსეულად წარმართოთ, როგორც ნამდვილმა მონაზვნებმა და ღვთისმსახურების უტყუარმა მორჩილებმა, როგორც ქრისტეს რჩეულებმა და როგორც უფლის მონებმა, რათა ამქვეყნიური ცხოვრებაც უფლისათვის სასიკეთოდ და მოსაწონად აღვასრულოთ და მომავალშიც სასופელში შესვლის ღირსნი გავხდეთ, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს. შვრებოდა იგი უკუნისამდე, რადგან რომელნიც ამ ცხოვრების ამ შვიდეულში ღირსეულად და შესაფერისად გაირჩევიან და ქრისტეს მცნებათა მიხედვით რჯულიერად იშრომებენ, იმ მომავალ დაუსრულებელსა და მარადიულობაში ჭეშმარიტად მოისვენებენ. რამე თუ განისვენა მანცა, რომელი შვრებოდა დღესა მას განსვენებისასა, ვითარცა ყოველთაგან საქმეთა თვისთა ღმერთმან, ამბობს რა ნეტარი მოციქული, ხოლო ჩვენ მომავალ მოსვენებას ველით, არა მეშვიდეს, არამედ მერვესა და პირველს, მას ერთსა და განუქაროებელს, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, რომელსაც ჩვენის პატივი, სიმტკიცე და ძლიერება, თანა მამით და სულით წმინდით ვურთ, აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.